რა ფარული მესიჯი და შეტყობინება აქვს თქვენთვის თქვენს ქვეცნობიერს, ანუ რას გატყობინებს, მაგრამ არ უსმენთ თქვენს ქვეცნობიერს. 3 ვარიანტს ახლა ამოვიღებ და აირჩიეთ 3 ვარიანტიდან ერთ-ერთი ფიქრით საკუთარ თავებზე. ნახოთ აბა 3 ვარიანტი. პირველი ვარიანტი, მეორე ვარიანტი, მესამე ვარიანტი. ნახოთ რა ფარული, რა შეტყობინება აქვს თქვენთვის თქვენს ქვეცნობიერს. ესე იგი, ესე მინერალებით ვერ მოგეხმარებით ახლა, უბრალოდ შეხედეთ, კარგად კონცენტრირდით 1, 2, 3. დავიწყეთ ახლა მე ვარიანტების განხილვას. პირველი ვარიანტი ვინც აირჩიეთ თქვენს ქვეცნობიერთან და შეტყობინებაზე გეტყვით ესეთ რამეს. თქვენ ქვეცნობიერი გეუბნევათ, რომ უნდა დაიცვათ საკუთარი ინტერესები და თქვენი მე და თქვენი წინაპლანზე უნდა წამოწიოთ და თქვენი სურვილები და თქვენი მიზნები, მაგრამ უნდა იყოს დაბალანსებული თქვენი ეს ნაბიჯები და მოქმედებები. აქ არ არის საჭირო ზედმეტი აგრესია, ზედმეტი როგორ გითხრათ, ნერვიულობა, ფიქრები, ჩხუბი, პირიქით მეტად დაბალანსეთ და აკონტროლეთ. სიტუაცია თქვენ კონტროლის ქვეშ არის და თქვენს კონტროლს ექვემდებარება. თქვენ როგორც მოიქცევით, სიტუაციაც იქით წავა. ეს უნდა გაიაზროთ, ამას უნდა მიხვდეთ. პირველი ვარიანტი, რომ აქ თუ თქვენ აგრესიით წავხვალთ, შეიძლება სამყაროსგან აგრესია დაგიბრუნდეთ. თუ თქვენ დიპლომატიურები, უფრო მშვიდები, უფრო გაწონასწორებულები იქნებით, პასუხით შეიძლება ანალოგიურად დაკორექტირდეს. თქვენს ხელში აქვს ძალიან ბევრი სიტუაცია და ეცადეთ, რომ სიმშვიდე შეინარჩუნოთ და ესე მიყვეთ პროცესებს. არ არის აქ საჭირო ზედმეტი აგრესია, ზედმეტი მიწოლა, თუმცა საკუთარი ინტერესები აუცილებლად უნდა დაიცვათ. ახლა ნახოთ მეორე ვარიანტი. მეორე ვარიანტის შემთხვევაში ვიტყოდი, რომ აქ ქვეცნობიერის მესიჯი მოდის პიროვნებასთან, კონკრეტული ადამიანთან მიმართებაშია დამოკიდებული სიტუაცია. აქაც გიჩანთ რჩევაში საზღვრების დაცვა, პირველ ვარიანტს, მეორე ვარიანტს უბრალოდ დაიცავით საკუთარი საზღვრები. გამოხატეთ თქვენი აზრი. პირველ ვარიანტში თუ იყო ცოტა მეტი სიმსუბუქე და ცოტა მეტი დიპლომატიის და ლავირების გამოჩენა, აქ არა, აქ რჩევა არის ის, რომ თქვენი საზღვრები მკაფიოდ და აშკარად დაიცავით. რამე არ მოგწონთ თქვით პირდაპირ, რამე გინდათ გამოხატეთ პირდაპირ, ნუ შეგეშინდებათ კონკურენციის, ნუ შეგეშინდებათ სირთულეების დაძლევის, პირიქით ცოტა მეტი აქტიურობა, ცოტა მეტი ინიციატივა, შეიძლება გუნდური მუშაობაც იყოს, შეიძლება საქმიან თემაში რომ ავიღოთ ვიღაცებს, ანუ დალაგება მოგიწიოთ გარკვეული სიტუაციებს, აქ პიროვნებებთან შეიძლება მოგიწიოთ კონტაქტი, საუბრები, თუ თქვა სასკოლო ურთიერთობაში ხართ პრობლემებში, აქაც რჩევა არის ის, რომ დროა გამოხატოთ თქვენი სურვილები, დროა გამოხვიდეთ სიჩუმის მდგომარეობიდან და თქვათ ის, რაც არ მოგწონთ და არ გსიამოვნებთ და არ გხიბლავთ. ეხლა რაც შეეხება მესამე ვარიანტს. მესამე ვარიანტს ძალიან რთული და საინტერესო აქვს მესიჯები ქვეცნობიერს თქვენთვის. შეტყვეტეთ საკუთარი თავის ტანჯვა, პირველი და უმთავრესი მესამე ვარიანტს. თუ თქვენ ნერვებს უშლით, გაორებულები ხართ, ჩამოუყალიბებელი ხართ, ვერ გაგირკვევიათ, რა გინდათ, იტანჯებით, ერთ და იგივე ტოქსიკურ სიტუაციაში ხართ, ერთ და იგივე ტოქსიკურ სამსახურში ხართ, დროა დააპაუზოთ ეს მდგომარეობა. დროა შეჩერდეთ უბრალოდ ცოტა ხანი და დაფიქრდეთ, რა მინდა მე, რა გსურთ თქვენ. გინდათ რომ ესე იწვალოს, თუ გინდათ ბედნიერები იყოთ. როგორ, ანუ უბრალოდ ცოტა ხანი დაისვენეთ. ძალიან შეიძლება თაღლილები ხართ მესამე ვარიანტის წარმომადგენლები, ძალიან ბევრი ენერგია შეიძლება ჩადეთ, ძალიან ბევრი იწვალეთ, ძალიან რთული გზებს გადიხართ და გეუბნებათ თქვენ, ხო დამასვენეთ ცოტა ხანი, თქვენი თავი ამას გეუბნებათ, მაგრამ თქვენ არ ასვენეთ. თქვენ შეიძლება ძალიან ბევრი კითხვები გაქვთ, ძალიან ბევრს ფიქრობთ, ძალიან ნერვიულობთ რაღაცებს და ანუ არ აძლევთ. აი დაასრულეთ ერთი ციკლი და ერთი ეტაპი, წარსული უნდა გაუშვათ. აქ მესამე ვარიანტმა. გარე გამგიზიანებლებზე არ აყვეთ რეაქციებს, ეცადეთ რომ სიმშვიდე შეინარჩუნოთ, დარჩეთ საკუთარ თავთან მარტო, განმარტოვდით, შეგიძლიათ მედიტაციური პრაქტიკები ჩაატაროთ მესამე ვარიანტმა, შეგიძლიათ ბუნებაში, ეხლა ცოტა ზამთარია, მაგრამ თუ საშუალება გაქვთ, გადით გარეთ, გაისეირნეთ, მარტო დარჩეთ საკუთარ თავთან და ნუ რავისთან შეხვალთ კონტაქტში. საკუთარ თავის გარდა თქვენ მესამე ვარიანტს ვერავინ ვერ გიშველის, თქვენ რეალურად გჭირდებათ კავშირი თქვენს მესთან, მესამე ვარიანტის წარმომადგენლებს. ამიტომაც დროა დარჩეთ მარტო თქვენ თავთან. ნუ შეგეშინდებათ იმის, რაც ძველია, რომ გაუშვათ თქვენი ცხოვრებიდან. თუ მოგეწონათ ვიდეო, დაალაიქეთ, გამოიწერეთ ჩემი გვერდი, მეტიც გავზე საინტერესო ვიდეოს სანახავად. მადლობა ყურადღებისთვის.